მოკლედ, რაღაცა ესე მოხდა, რომ ყველა ვიდეოში ბოლო პერიოდში ვაკეთებდი იპსის unboxing-ს და არ დავარღვევ ტრადიციას, ამიტომ ამჯერადაც მაგერს გავაკეთებ ახალი პროდუქტებით და თან განახებთ რა მოვიდა იპსის აპრილის ბოქსში. პირველი დავიწყებ ამ პროდუქტით, რომელსაც საკმაოდ excited ვიყავი. არის ეს Color Bows Dream Coat Spray, რომელიც წესით თმას არბილებს და ფრიზის, ანუ გაფუწული თმის საწინააღმდეგო არის, ზოგადად თმის პროდუქტები არ მიყვარს, მაგრამ მინდოდა რომ მეცადა. ასევე ეს პროდუქტი მე თვითონ ავარჩიე. You and Me Miami, რაც სანსაციური პროექტი მაიამიში. ესეთი ყუთი არის, დიდად რაღაცა ხარისხი არ მომეწონა სიმართლე რა ვთქვა და ძალიან პატარა არის ჭრილები თვითონ რატომ ყოცა და თითქოს ყუთი დიდი არის და ნორმალური ზომის უნდა იყოს, მაგრამ ბევრად პატარა არის, ვიდრე ვიდეოში ჩანს. ხო და დღეს გავაკეთებ ამით მაკიაჟს. ასევე ამოვიდა ესეთი თვალის კრემი MZ Skin-ის ჰიალურონის მჟავას შეიცავს. არ ვიცი უკვე იმდენი თვალის კრემი დამიკროთა, მაგრამ ყველა პატარა ზომა არის და ამიტომ არ უშავს გამომადგება. ასევე არის ესეთი დასაბანი სახის კირამუნის ბრენდის და ესეთი წარბის გერდანტუჩის ფანქარი, რომელიც ჯერ არ დამიტესტავს და ძალიან მაინტერესებს, მოყავისფრო არის და ვინც ნახეთ წინა ვიდეოშიც ამომივიდა ორი ტუჩის კონტური. და ორივე ძალიან მომწონს და ეხლა ესეც მაინტერესებს როგორი იქნება. ესეთი ფერია, რაღაცა ისეც მოყავისფრო, მოვარდისფრო, ნუდ ლიპლაინერია, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს და წინა თვეში არც ერთი არ მქონდა და ეხლა უკვე 3 მაქვს. ხო და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თვის იპსის ბოქსით. დღეს მივდივართ ქართულ რესტორანში, სხვათა შორის მაჰირნენზე, ჩვენს მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულს არაფერს არ ვაპირებთ, უბრალოდ casual, ასე ვთქვათ, date-ი გვაქვს, dinner date-ი. ჩვენს მეგობრებთან ერთად, ხო და განსაკუთრებულად გამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ მაინც მინდა რომ ამაზე გამოვიყურებ და ბაზად გამოვიყენებ აი ამას. ხოთ. პიგმენტი აქვს. მაქსიმალურად ცდილობ რომ ბოლომდე ვისიამოვნო ამ ბოლო პერიოდით, იმიტომ რომ ძალიან მალე ვამთავრებ უნივერსიტეტს. მე მგონი სულ 3 კვირა დარჩა, ანუ 3 კვირის 2 კვირა დარჩა ნუ ლექციების და პლუს მერე ფინალურები და ასე შემდეგ. და არ ვიცი რას ვაპირებთ ჩემი სწავლის დამთავრების შემდეგ, სიმართლე რომ ვთქვა. ჯერ ვერ გადავწყვიტეთ ჩებით ამერიკაში, თბილისში მივდივართ. ნიუ-იორკში ვჩები ცხოდან გადავდივართ, თუ რას ვაპირებთ მოკლედ და ძალიან დაბნეული ვარ, ამიტომ არ ვიცი მოკლედ და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვისიამოვნო და გამოვიყენო ყველა პერიოდი და ყველა შესაძლებლობა ჩემს მეგობრებთან დროის გატარების. მაისის დასაწყისში გვაქვს გალა, რომელიც არის დაახლოებით ბანკეტის სტილში მოკლედ და მაგისთვისაც ვემზადები. და ასევე გვაქვს graduation-ი, ანუ დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომელიც 2 სხვადასხვა დღეს ტარდება. ერთი არის უნივერსიტეტის მასშტაბით და ძირითადად undergraduate სტუდენტები, ანუ ბაკალავრის სტუდენტები იღებენ დიპლომს მათ პერიოდში, თუმცა ყველასთვის არის თვითონ ეს ცერემონია, დეკანი გამოდის, უნივერსიტეტის პრეზიდენტი გამოდის, ასევე რაღაც სპიკერები ყავს ცნობილი ჩვენი უნივერსიტეტის ალუმნები, ანუ კურსდამთავრებულები და მესამე დღეს 20-ში, მოკლედ 20 მაისს არის უშუალოდ ჩვენი სკოლის, სადაც სახელებით გამოგვაცხადებენ და უნდა ავიდეთ სცენაზე და მე ქუდების აყრის ცერემონია და ასე შემდეგ. სოციალურად ძალიან დატვირთული შემდეგი 1 თვე მელოდება. ძალიან მიხარია. რაცა ის გამოვიდა აპდეიტი ცხოვრებაზე. დავტესტოთ ახალი მოვა და ვადარა ლიპლაინერი.
Ახლა გადავიდეთ თმაზე. ესე გამოიყურება ჩემი თმა. ვფიქრობ, რომ graduation-ის მერე სავარაუდოდ შევიჭრი კარეს. Миний აზრით მგონია რომ მიხდება ძალიან კარე. მაგრამ თან ვიცი რომ ვინანებ, იმიტომ რომ გრძელი თმა ძალიან მომწონს და ვეროდ უფრო მრავალფეროვნად შემოვლია ხოლმე რომ გავიგეთ, მაგრამ არ ამშვენს გისტება. მივდივართ ქართულ რესტორანში, რომელსაც ქვია ლალიკო და არის ვესტფიელდში და ნახოთ როგორ იქნება. ორ რესტორანში ვარ ნამყოფი ქართულში აქ, ერთი მანჰეტენზე და ერთი ბრუკლინში და დიდად არცერთზე არ გავგიჟდი და საინტერესოა ხა ეს როგორი იქნება. უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე დანარჩენები, სადაც ყოფილვარ. You can do it again. Guys, you're gonna miss the bird. I got it so nailed down nowadays. Ah, yeah, that looks like a gorgeous thing. Nice. For sure. I'm gonna get you fresh pepper, okay? Thank you. This one had done well. And then გუშინ ვიყავით რესტორანში და გუშინ არ დამთავრებია ხოლმე და მოვწყდა. და მოგვეწონა მოკლედ ნიუ-იორკის კლუბაზე დავწერეთ 7 ქულა 10-დან. ცუდი არ იყო საჭმელები. სიტუაციაც კარგი იყო. ძირითადად სულ ცხოველები იყვნენ, სტუმრები, რამდენიმე ქართველი იყო ალბათ სულ. და სუსავსე იყო. მოგეთ ვაყოფილები ვართ გუშინდელი დინარით საკმაოდ, ხოდა დღეს გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ. 7, იმიტომ რომ ცოტა ძვირი იყო. ხო, იმიტომ რომ ძვირი იყო. ანუ კაცზე $100 დაჭდა, რაც ცოტა ნაკლად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2 ბოთლი ღვინო გქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ღვინო ეგეთი ძვირი არ აღებდა ხო? რა ღვინო მოგეჭდა $50 და 5-ნი ვიყავით სულ. ხო, მოკლედ დღეს მივდივართ ჩერი ბლოსომების პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ აი ვაშინგტონში ჩადიან ხოლმე, მაგის სანახავად რა. რომ მაგარიაო და რაღაცა, მაგრამ ანუ რეალურად ნიუ-იორკში არის ყველაზე მაგარი. ხო და შარშან ვერ მოვასწრეთ ისეთ დროს მისვლა, როცა გაყვავებული იყოს კარგად, უკვე მე მგონი გვიანი იყო ჩვენ რომ მივედით და დაცვენილი იყო ყვავილები. ხო და წელს მე მგონი ზუსტად იმ დროს მივდივართ, როცა ყველაზე ლამაზი არის. დღეს არის ორშაბათი და ვიფიქრეთ, რომ ცოტა ხალხი იქნებოდა და უფრო მარტივი იქნებოდა მისვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე და მანქანისგების ჩანაფერი ძალიან არის და მედია დღეს დავგვხვდება. შედარებით კარგი ამინდია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც არ თბილა, დაახლოებით 16-17 გრადუსია და მოკლედ გავისეინებთ ახლა მაგით.
underwhelming იყო. მოღიარებ. მაინც ლამაზია. ცოტა უკეთესად შეიძლება დაგეგმარება. That's it. მაგრამ ანუ იდეალურ დროს ვარ თვალსრულავი რა. ცოტა ხანში უკვე დაიწყებს ცხენას ალბათ. რატო გაბუნინგებ? ჯენტლმენური საქციელია. ის. ეხლა მოვედით Trader Joe's-ში, დიდი ხანია grocery home-ი არ გადაგვევლია. დიდი ხანია grocery home-ი არ გადაგვევლია და ეხლა გადავიღოთ რას ვიყიდით და რამდენი დაგვიწყდება. და მე unboxing-ი გადავიღოთ სახში. Unboxing-ი. პირველ რიგში ყვავილები. ეს არის Peony tulips და ამაზია. დავიღოთ. ესეა. ბანანიც ავიღოთ. ყურძენი გვინდა. Ja. აქ რაღაც გამზადებულები იყიდება და ეს არის ჩვეულებრივი ნაყინი. Cookie butter. მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, დიდი ხანი არ გადაგვეყრა grocery hall და ვიფიქრე, რომ დღეს რაც ვიყიდეთ, ყველაფერს განახებთ. დღევანდელი შოპინგი დაგვიჭდა $184 და ძალიან გამოცდილებული იყო ყველაფერი მაცივარიც და თქვენი Pinterest და მოკლედ რაღაცების ყიდვა მოგვიწია ბევრის შედარებით, ზოგადად დაახლოებით კვირაში $150 ფარგლებში ვხარჯავთ ხოლმე საჭმელზე. და დღეს ვიყავით Trader Joe's-ში. მოკლედ ახლა ამოვალაგოთ ყველაფერი და განახებთ რა ვიყიდეთ. პირველ რიგში დავიწყოთ ჩემი ლამაზი ყვავილებით. ძალიან ლამაზი ტიპები არის. Peony tulips ქვია. ესეთი ფერი არის შვიეთ დღეს. ვიყიდე ასევე 1-2 კვირის წინ ალბათ გადასაფარებელი მაგიდის რანერი უბრალოდ რომელიც არის ყვითელი და რაღაცა მაგასთან შეხამება მინდოდა ესეთი. ეხლა გავხსნათ და ჩავდოთ ვარნაკში. ერთი სული მაქვს უშუალოდ პიონები როდის შემოვა ბაზარზე და ასევე იესამნები, ვიცი რომ იესამნები თბილისში უკვე არის, მაგრამ ჯერჯერობით აქ არ იყიდება და როგორც ვნახე ინტერნეტში Trader Joe's-ში ყოველთვის აქვთ ხოლმე და იმედია წელსაც იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილი არის იესამანი და მოკლედ ველოდები. წესით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში არის ხოლმეო, ესე ამბობენ და ნახოთ. დღეს არის 15 აპრილი, არ ვიცი ვიდეოს როდის დავდებ, მაგრამ მოკლედ ცოტა გადარჩა. განსაკუთრებით მიყვარს პიონების სუნი. მე დანიკა რომ დავქორწინდით წინა დღეს იუსტიციაში მოვაწერეთ ხელი და მაგ დღეს ჰქონდა პიონების თაიქვილი თეთრი და ძალიან ლამაზი იყო და საოცარი სურნელი ჰქონდა მართლა. ანუ სახლში რომ მივიტანე და რომ ჩავდე ვარნაკში, თელ სახლში პიონების სუნი იყო და რაღაცა განსაკუთრებულად მიყვარს ეკლავილიც. ცოტა მოიწყინა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ჩავდი წყალში, მაგრამ იმედია გაცოცხლდება. ულამაზესი რაღაცნაირი გარდამავალი ფერები აქვს, მწვანე, ყვითელი და სტაფილოსფერში და ძალიან ლამაზია. ახლა დავიწყოთ ამოვალაგება ყველაფრის. ამოვალაგებ ჯერ სამივე პარკს და მე უკვე განახებთ რა ვიყიდეთ. დავიწყოთ გაყინული სექციით. ეს წინა ვიდეოშიც ნახეთ ალბათ არის ჩომენი ქათმის, რომელიც არის ნაკლებად ცხიმიანი და შედარებით უფრო ჯანსაღი არის. ასევე შევიძინეთ ქათმის ნაგეტსები, სტრიპსებია უფრო მეტად ალბათ, ცოტა დიდი ზომის. ქათმის ფრთები. ეს არის ჩვენი ახალი აღმოჩენა გიოზა ღორის ხორცის, რომელსაც აქვს ფაქტიურად შემწვარი ხინკლის გემო და ძალიან გემრიელია. ასევე ვიყიდეთ წინაზე გიოზას соуსი, რომელიც იდეალურად გვხვდება.
ესე გამოიყურება და იმდენად მოგვიწონა, რომ ესეც 2 წელი ვიყიდეთ. ასევე შევიძინე ჰეშბრაუნები, კარტოფილის, ასევე შევიძინე ქათმის ფილე, რომელიც ღირდა 7.69 და არის 1 ელბი, ანუ დაახლოებით 9 კილოზე უფრო მეტი. და mushroom chicken-ი, წვანელობიოთი და ედამამეთი. ასევე შევიძინეთ ორაგული ჩვენი ბეიგელებისთვის სასალუსნოდ. შევიძინე ესეთი გახეხილი ყველი, რომელშიც შედის მოცარელა, ჯეკი და ჩედარი. ამ ყველს ვიყენებ ხოლმე მაკ-ენდ-ჩიზის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის და ზედმეტი წვალება არ მჭირდება გასახეხად. ასევე არ ვიცი ის თუ არა, მაგრამ ამერიკაში არის კვერცხის დეფიციტი და საოცრად გაზრდილი არის ფასები. Trader Joe's-ში უკვე დაახლოებით 1-3 თვეა კვერცხი არ მინახავს და დღეს ძლივს იყო სტოკში და ვიყიდეთ 1 ცალი შეკვრა. ესეც შეზღუდვა იყო, ერთ ოჯახზე მხოლოდ 1 შეკვრა კვერცხი შეგეძლოთ რომ გიყიდეთ და სხვა გზა არ გქონდა. სავარაუდოდ ხოლმე უკვე Walmart-ში წავალ და იქ ვიყიდით კიდევ ერთ შეკვრას, იმიტომ რომ პარასკევს უნდა შევღებო კვერცხების აღდგომოდ და ეს 1 ცალი არ გვეყოფა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მივირთმევთ ხოლმე საუზმეზე კვერცხს. ასევე ორაგულისთვის ვიყიდეთ ესეთი ხახვის და მწვანე ხახვის სპრედი, cream cheese-ის, ანუ კრემყველის. და ვიყიდე კიდევ ესეთი დიფი, რომელიც არის ცეზარის სალათის და არ ვიცი როგორი იქნება, სავარაუდოდ დაბლენდერებული ცეზარი არის, როგორც მივხვდი, მაგრამ ესეთი გემრიელი იქნება პიტასთან ერთად ან რაღაც ესეთი ლანჩისთვის. ახლა გადავიდეთ ბოსტნეულზე და ხილზე. ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ ვიყიდე დაჭრილი ხახვი, იმიტომ რომ დიღოს საუზმეზე ომლეტისთვის ძალიან მარტივი არის და ზედმეტი წვალება არ გიწევს. ასევე ვიყიდე ჩაივს, რომელიც არის მწვანე ხახვის ნაირსახეობა, ესე რომ ვთქვათ, და ესეც ომლეტს საოცრად უხდება. კიტრი სტანდარტულად პომიდორი უკვე მქონდა და ამიტომ აღარ დავამატე, სტაფილო გაგვითავდა და ესეთი პატარა სტაფილოები ვიყიდე. ესეც არის ნიორი გარჩეული, იმიტომ რომ მეზის ღებანიურის გარჩევა ალბათ თქვენს და საუკეთესო გამოსავალი არის, თან ინდივიდუალური პორციები არის და არ ფუჭდება დიდხანს. თან ნიორსაც საკმაოდ ბევრს ვიყენებ თითქმის ყველა კერძში. ადრიჯანი 1 ცალი, იმიტომ რომ ნიკას არ უყვარს და მარტო ჩემთვის ვაკეთებ ხოლმე. ასევე ვიყიდე ბათქნების სკვაშ, რომელიც არის გოგრის ნაირსახეობა და ღუმელში შეგიძლიათ გამოაცხოთ და ძალიან გემრიელი არის და რატომღაც ძალიან მომინდა ამ ჯერზე. ასევე შევიძინეთ ასპარაგუსი. თორსები სატაცული ქვია ქართულად, მაგრამ დაწნებული არ ვარ. ყურძენი, ბანანი და ფორთოხლის უზარმაზარი შეჭრა. ასევე ვიყიდე ესეთი სიმინდი, რომელიც მინდა რომ გამოვიყენო ქათმის საალათაში, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ. ქათმის თემატიკაში ასევე ვიყიდე ესეთი ვრაბი, რომელიც უკვე მივირთვი დილას. ჩვეულებრივი დაძენძილი ქათამი არის მაიონეზით და ბოსტნეულით. და ვიყიდეთ კიდევ ეს უგემრიელესი შოკოლადის მაფინები, რომელიც უკვე შემოგვეჭამა და როგორც ხედავთ ძალიან მოგწონს და თან არის gluten free. არ ვიცი ეს gluten free რატო აღნიშნე, იმიტომ რომ არც ერთი არ ვართ ცელიაკით დაავადებულები და არც ერთ მოკლედ არ გვაქვს პრობლემა გლუტენთან, მაგრამ შედარებით უფრო ჯანსაღი არის წესით. და თემატიკაში ახლა გადავიდეთ უკვე გლუტენის შემცველ პროდუქტებზე. შევიძინე ესეთი pancake-ის მიქსი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად კეთდება დილას და ძალიან მიყვარს ეს რაღაცები. ასევე შევიძინეთ ესეთი sourdough პური. ბეიგელი საუზმისთვის და პიტა. ასევე ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის ყიდვა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის თავს უკავდი ხოლმე და დღეს გადავწყვიტე, რომ მეყიდა maple syrup ესეთი pancake-ებისთვის არის იდეალური და ძალიან უხდება. არ ვიცი ქართულად როგორ არის maple, ანუ ეს ხე, რისგანაც ამას ამზადებენ. წარმოდგენა არ მაქვს, თუ იცით დამწერთ კომენტარებში. და ამ გახსენებაზე ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. სულ ცოტა გამომწერი მოკლია 1000 subscriber-ამდე. მაქვს ასახული, რომ მივაღწიო 1000 subscribers და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის და ძალიან გამხერდება თუ გამოიწერთ ჩემს არხს, იმიტომ რომ როგორც ნახეთ ჩემი viewer-ების 70% არ არის ჩემი გამომწერი და მოკლედ თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ძალიან გთხოვთ, რომ დააჭიროთ ღილაკს subscribe. გავაგრძელოთ, ასევე შევიძინეთ ესეთი ორი წვენი. ანანასის და პორტოხალი, ატამი, მანგო. ძალიან მომწონს ეს წვენები, ყველაზე ნატურალური გემო აქვს, რაც გამიფინჯავს
მსგავსი ესეთ ყუთებში რაც გამოდის. და ასევე შევიძინეთ ყავა, ზოგადად ყავას სხვადასხვა ვყიდულობთ ხოლმე, მაგრამ გაგვიჩავდა და დღეს ვეღარ ვახერხებდით წასვლას და ამიტომ გამოვყოლეთ ბარემ ესეთი 12 წელიანი შეკვრა ჩვეულებრივი სტანდარტული ყავის ჩვენი კიურიგის აპარატზე რომ წასულიყო. სულ ეს იყო, მოკლედ. საბოლოო ჯამში მგონი რომ ცუდი არ არის. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Trader Joe-ში შედარებით უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა სუპერმარკეტებში, თუმცა ძალიან ბევრი პროდუქტი ძირითადად არის ორგანული და შედარებით უფრო ჯანსაღი ვიდრე სხვა პროდუქტები. რა საქართველოში ხან მთელი ამბავი იყო ატახილი ამ რძის პროდუქტების თემაზე და რაღაცნაირად იგივე შეგრძნება მაქვს ამერიკაშიც, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ წესით ბევრად უფრო რეგულირებადი უნდა იყოს ეს საკითხი ამერიკაში, სამწუხაროდ არ არის და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რიქოლები პროდუქტების, ანუ უკან გაწყვევა, ესე ვთქვათ, პროდუქტების, იმიტომ რომ პოულობენ რაღაც მავნე ნივთიერებებს ან უცხო საგნებს ამ პროდუქტებში, მათ შორის Trader Joe-ში ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ეს რაღაცები. და მოკლედ დიდად დაცულად თავს მაინც ვერ გრძნობ ვერც აქ დარწმუნებული ვარ რომ ევროპაში ბევრად უკეთესი სიტუაცია არის ამ კუთხით და წესით იქ უფრო მეტად ჯანსაღი პროდუქტები უნდა იყიდებოდეს ვიდრე აქ. საოცარი სუნი აქვს ამ ყავას არ ველოდებოდი ესეთი კარგი სუნი თუ ექნებოდა. ესეთი ცარიელია ჩვენი ყავის კაფსულების ჩასატები, მაგრამ არ უშავს. დღეს გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ date სემინარიკა და ძალიან დიდი ხანია გინდა გავსინჯოთ ერთი რესტორანი ბერძნული, რომელიც არის ჰობოკენში, ჩვენგან არის დაახლოებით 9 საათზე ალბათ შეურბნაკლებით. და თან კარგი ამინდია და გავისეირნებთ ჰობოკენიდანაც ძალიან კარგი ხედი არის მანჰეტენის და მოკლედ ცოტა რომანტიკა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ეხლა გავემზადე ცოტა, ჩავიცმევ და ნელ-ნელა წავალთ. იცი რა ქვია იმას ჯენს რაღაც ქვია Canadian tuxedo კანადური tax როგორ არის tax ქართულად რა ვიცი ვაუ It's my cat's Nekam Boris. I will not put the video. Chicken, pork. Crab. How about it? It will fit birds in the land. I have the dirt, save not. So the I swear, Charles. This is the marijuana. როიძახიშა. ანუ ძალიან ცუდი არ იყო, მაგრამ არც ძალიან კაი არ იყო. ანუ ისეთი იყო, რომ აღარ მომინდება რომ მე ჯერ მივიდა რა. მაგრამ ანუ არც გავუანძღავ როცა ვარ. ეხა ვართ დესერტზე სანადიროდ. მედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ეს უკვე თქვი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. და დავაიქეთ და კომენტარებში. მე მოვედროებით.